მე მგონი ნორმალურია ყველაფერი, დავიწყოთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თავარი ალბათ რითაც უნდა დავიწყო, ეს არის მიუნხენის კონფერენციაზე ორი გამოსვლა შევეხები მხოლოდ და ისიც მთავარ ასპექტებში. მთელი ევროპა ძალიან რომ იტყვიან კანკალით მოელოდა თუ რას იტყოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუბიო ამ კონფერენციაზე, იმიტომ რომ გასული წლის კონფერენციაზე, როგორც იცით, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა უბრალოდ რომ იტყვიან მიწისქვეშ ამოდო ევროპა და ყველაფერი ერთად უთხრა. რუბიო უფრო დელიკატური იყო, თუმცა მან ღია ტექსტით მიანიშნა იმაზე, რომ შეერთებული შტატების და ევროპის კულტურა სრული განადგურების წინაშეა, თუ ისინი მიგრაციის პრობლემებს არ მოაგვერევენ. ხასოსო, ჩემი ეს შენიშვნები, რომ ამერიკის მომავალი, როდესაც მე ბაიდენის ლიბერალური, უпростоრად ნეოლიბერალური ხელისუფლების დროს ვსაუბრობდი, რომ მას ძალიან სერიოზული პრობლემები უჩნდება, ევროპაზე ლაპარაკიც არ არის, რომ ფაქტობრივად უზარმაზარი ცივილიზაცია გაანადგურეს საკუთარი ხელით და ეს ყველაფერი მიანიშნა რუბიომ, მაგრამ საინტერესო რაღაცა თქვა, მან ხაზი გაუსვა, რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული კულტურების დამსახურებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისიც თქვა, რომ ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიყვეთ, მაგრამ ყველას უნდა შეეძლოს თავის დაცვაო. ამდენად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები კვლავ გააგრძელებენ. ფაქტიურად მიანიშნა ევროპის დაცვას, თუმცა ერთად ვიქნებითო და ვერავინ ვერ უნდა გაბედოსო ის, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ხელი ასწიოსო. მე ვფიქრობ, რომ ამის მოსურნე მსოფლიოში არც ადრე იყო და არც ეხლა არის და იქნება, რომ ევროპასთან იომოს, იმიტომ რომ ევროპა სულ სხვა რამისთვის სჭირდება, როგორც ჩინეთს, ასევე რუსეთს, ასევე ინდოეთს და ასე შემდეგ. და მთავარი კიდევ არის ერთი მომენტი, რომელიც რუბიომ თქვა, ცხადია მან მიუთითა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის, ამისათვის სულაც არ არის საჭირო გაეროს მოშლა და ასე შემდეგ, რეორგანიზაციებზე ისაუბრა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ვენსის იმ შოკის განეიტრალების მცდელობა, თუმცა ძალიან ზედაპირული სიტყვა იყო, ფაქტობრივად რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა ვაკრუგ და ოკოლო, რომ იტყვიან და შეიძლება ის ვთქვათ, რომ ამერიკა აგრძელებს კვლავ თავის გზას და იგი უბრალოდ, რა თქმა უნდა, არ გადაინტერებს ევროპას, იმიტომ რომ მისი გავლენა ევროპაზე დარჩება, ახლა სრული დომინირებაა შეერთებული შტატების და ეს ყველაფერი შესამჩნევი იყო, რამაც ევროკავშირი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ეხლა უკვე საინტერესოა გერმანიის კანცლერის მერცის გამოსვლა. მერცმა ფაქტობრივად ის, რასაც მე ავხწერდი, როდესაც ძალებს ვადარებდი ერთმანეთს და რამის, ესე იგი, რუსეთის მეხოტბე დამარხვა ამ გასაცოდოებულმა ხალხმა, მერცმა პირდაპირ თქვა ის, რაც ჩემს ანალიზებში იყო, იმიტომ რომ ასეთია რეალობა. ევროპა არ წარმოადგენს რუსეთზე უფრო ძლიერ ძალას, ჩვენ ჩამორჩით და ამაში მხოლოდ საკუთარ თავს თავი უნდა დავადანაშაულოთ, ჩვენ ვერ დავინახეთ ის გლობალური ცვლილებები და ვერ ავყევით ამ ცვლილებებს და გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, რომ როდესაც ხელისუფლება, როცა ქვეყანა ჩამორჩება დროს და დროის შეგრძნების ანტენები ყველაფერს აქვს, მათ შორის ადამიანსაც აქვს ის ანტენები, რომელიც სიგნალებს უნდა იღებდეს გარე სამყაროდან, ჩვენ ამაზე ჩამორჩითო და ჩვენ უნდა როგორმე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ხასუსამ მიუნხენის კონფერენციაზე
გერმანიის კანცლერი ღიად აღიარებს იმას, რაც არის რეალობა, რაც ნამდვილად არ მოეწონებათ ჩვენ ჭკუაგადასულ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ თითქოს, ესე იგი ასეული დღეებია და ვერაფრით ვერ გაუგია რა ხდება ამ ქვეყანაზე და საით მიდის საერთოდ მსოფლიო. ეს ორი მომენტი იქ არაერთხელ გაიჟღერა ის, რომ 2007 წლის 10 თებერვალს თუ გახსოვთ თქვენ, იყო რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა მünchenis კონფერენციაზე, ძალიან ცნობილი სიტყვა, სადაც მან ისაუბრა ერთპოლარული სამყაროს არსებობაზე, რომელიც სათავეში შეერთებული შტატებია და რაც ფაქტობრივად შექმნის უამრავ პრობლემას და ეხლა ევროპაში გაიხსენეს ის, რომ ევროპამ არ მიაქცია ყურადღება ამ სიტყვას და რაც ეხლა იწვნია მან შეერთებული შტატებისგან, კიდე გეუბნებით, აქ არის შიშველი ინტერესები, აქ არ არსებობს ევროატლანტიკური ის პრიმიტიული გაგება, როგორც საქართველოში ესმით და თუ გლობალური პოლიტიკა ისევე როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკა გაწონასწორების და შეკავების მექანიზმებზე არ არის აგებული და ერთპოლუსიანი სამყარო, რომლის სათავეში ერთი სახელმწიფო იქნება, ვერაფრით ვერ იქნება ვერავის მიერ გაწონასწორებული, იმიტომ რომ დომინაცია იმდენად დიდია, რომ დანარჩენის ძალისხმევა, დანარჩენის ავტორიტეტი, დანარჩენის ადგილი მსოფლიოში არ ტოვებს შეპასუხების, შეწინააღმდეგების, ალტერნატიული აზრის დაპირისპირების საშუალებას. აქედან ჩვენ იმიტომ დავიწყე ამით, რომ ქართველებს მართებს სერიოზული ყურადღება დაუთმან თავიანთ მდგომარეობას. მე დიდი ხანია თქვენ გაწვდით იმ მოურიდებელ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება იმ საერთო ჩამოყალიბებულ ძალზე ცუდ, რასაც მე დამპალ იდეოლოგიას უწოდებ, აგებული შეხედულებათა სისტემა, რომელმაც უკვე ამ ბოლო, მოდით ასე ვთქვათ, 22 წელიწადში გამოზარდა ახალი თაობა, რომელიც მაგრად მოატყუეს, მაგრად დააჯინეს იმ ყალბ იდეა ფიქსებზე და იმ ფასეულობათა სისტემებზე, რომელიც არაფრით მოდის თანხმედრაში ქართულ კულტურასთან, ქართული სახელმწიფოს მომავალთან, ჩვენ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ძალიან ხისრად ვისაუბროთ ამ თემაზე და ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს. ფაქტობრივად, დასავლეთის უპირველესი ლიდერები აღიარებენ იმას, რაც არის დღეს და რისი დამალვაც უკვე შეუძლებელია. მე არ მინდა ვისაუბრო საფრანგეთის საელჩოს იმ პასკვილზე, რომელიც დავდე ჩემს გვერდზე, ჩემი პატივისცემა საფრანგეთს, მე ფრანგულ კულტურაზე აღდილი ადამიანი ვარ, საერთოდ დასავლურ ევროპულ კულტურაზე და თუ კი რაიმე დავწერე კრიტიკული, მხოლოდ იმის გამო, რომ გულის ტკივილით, იმიტომ რომ ის რაც ჰქონდათ მათ დღეს მათ არ აქვთ და ვინც პარიზში ცხოვრობს და საფრანგეთის სხვა ადგილებში ცხოვრობენ, მათ შესანიშნავად იციან, რომ მე ეს ყველაფერი ჰაერზე არ მომიგონებია. მე ინტენსიური მკითხველი ვარ ფრანგული პრესისა, ვხედავ რა ხდება იქ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი თემა არ შეიძლება იყოს ვიღაცასთან ნიშნის მოგებით საუბარი, თუ გნებავთ ასეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, ჩვენ ქართველებს არ გვესწავლება ფრანგების პატივისცემა, თუმცა საფრანგეთის საელჩომ დაკარგა პატივისცემა ქართველი ხალხისადმი და ქართული სახელმწიფოსადმი და თავის სამსახურში აყვანილ იმ ძალიან საცოდავ ადამიანებს, რომელსაც მხარს უჭერენ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ამ ხელისუფლების ფარგლებში მყოფთ იგივე ხალხია, მაგრამ რაღაცით გაბრაზებულს ამ ხელისუფლებაზე თავსაც ვერ იკავებენ. თავარი რაც მე მინდა დღეს ამ ფონზე გადავიტანო საშინაო განხილვაზე, არის ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ,
რაღაც ცვლილებებზე საუბრობს. საქართველოს ხელისუფლება განათლების სისტემით დაიწყო ისტორიული უწოდა უაზრობას და დაიწყო უმაღლესი განათლების რეფორმიდან, რომელიც არის სრული აბსურდი და მას ავიწყდება, ბატონ კოლახიძეს ავიწყდება ის, რომ ის უნივერსიტეტი, რომლის რეორგანიზაციაც ეხლა სტრუქტურულად ფაქტობრივად გამოაცხადა და რომელსაც ილიაუნის სამარცხვინო სახელი ჰქვია, ილიაუნი რა უბედურებაა, ყველაფერი სიმბოლურად არის გაბაიბურებული, მათ შორის დიდი ილიას სახელიც და ასე შემდეგ. გამოვიდნენ სტუდენტები, ითხოვენ დებატებს, ილია უნის სტუდენტებს არა მარტო დებატები არ შეუძლიათ, არამედ მათ არ შეუძლიათ საკუთარ პროფესიებზე იმ დონეზე საუბარი, რომელიც დღეს ყველა ნორმალურ უნივერსიტეტში ისწავლება. მე არაფერს ვამბობ ფუნდამენტალურ დისციპლინებზე. ფინანსები ავიღოთ თუ გნებავთ, ავიღოთ ეკონომიკა, მკვდარი სიტუაცია. აქ არის ისეთი სპეციალობები, რომელმაც იდეოლოგიურად აბსოლუტურად დაამახინჯა ეს ხალხი, მაგრამ რატომ დანაშაულებს საქართველოს ხელისუფლება ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, როცა ეს ყველაფერი, ეს უნივერსიტეტი, ეს იდეოლოგია, ეს სწავლების ფორმები ხელისუფლების პოლიტიკის გატარება იყო მხოლოდ, იმიტომ რომ ხელისუფლება სჭირდებოდა თავის უფროსებთან დასავლეთში ეჩვენებინათ თუ რამდენად კარგი გახსნილი ლიბერალები არიან, როგორ წამლავენ საკუთარ ახალგაზრდობას და ასე შემდეგ. 2023 წელს დაწყებული ეს მარაზმი, თუმცა ეს მარაზმი უფრო ადრე დაიწყო, 22 წელი გავიდა, ჩამოყალიბდა ახალი თაობა, 20-22 წლის გოგონები და ბიჭები, რომლებსაც ასწავლეს ის, რაც ასწავლეს. და ეხლა რა უნდა გვიკვირდეს ჩვენ? არის ძალიან თვალნათელი, ძალზე რომ ვიტყვი მკაფიო სენტენცია, რომ სახიჩართა გარემოში აღზრდილს სახიჩრობა ნორმა გონია. აი ეს მივიღეთ ჩვენ იმ სახიჩრობაში, რასაც ილია უნივერსიტეტი ქვია, რასაც სხვა ასეთივე უნივერსიტეტები ქვია, სახიჩრულ გარემოში, დამპალ იდეოლოგიურ წარმოდგენებში აღზრდილი ახალგაზრდები არის ამ ქვეყნის ნაწილი, მათ მიმართ ყველაზე ნაკლები შეიძლება გქონდეს უფროს და საშუალოს თაობას პრეტენზია, იმიტომ რომ ისინი იქ გაზარდეს, ის ასწავლეს, რაც მათ ჩაუჯდათ გონებაში და ეხლა მათ გონიათ, რომ ისინი სწორად იქცევიან. ამიტომ საუბარი მათზე კი არ არის, მე ახალგაზრდებზე არასდროს არ ვსაუბრობ, მე უბრალოდ მათ უთითებ, რომ ძალიან მაგარი მოტყუებულია ნაწილი ახალგაზრდებისა და მათ ეს ძვირად დაუჯდება თავის ცხოვრებაში. თუ ისინი ამ ჭაობიდან არ გამოიყვანენ თავს და ამ ჭაობიდან თავის გამოყვანა შეიძლება მხოლოდ გარემოს შეცვლის შემთხვევაში და სხვა არავითარ შემთხვევაში, მაშინ ისინი თავიანთ ცხოვრებას ამ უსაშველოდ დამპალ იდეოლოგიურ წარმოდგენებში ჩაახშებენ და მათი პიროვნული განვითარება ფაქტიურად დასრულებული იქნება. მეორე, ეს მიმდინარე პროტესტია, მაგრამ გამარჯვებული ბრჭყალებში პროტესტი ჩვენ ვიხილეთ ახლა, როდესაც პოლიტექნიკურისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის პროტესტებმა ვითომ უკან დაახევია ბრჭყალებში ხელისუფლებას საზეიმო რა არის. მოდი ღია ტექსტით ვთქვათ, განადგურებულ განათლების სისტემაში და თქვენი ციწყოლა რა დღეშია, დააკვირდით იმ სახელმძღვანელოებს, დააკვირდით სტრუქტურას სახელმძღვანელოებისა, დააკვირდით იმ მასალის მიწოდების თანმიმდევრობას და ისეთნაირად, რო იტყვიან, უჩათალახესად აწყობილ სისტემას, სადაც ბავშვისთვის გაუგებარი იქნება ბევრი რამ, იმიტომ რომ მეთოდიკა და მეთოდოლოგია სწავლების ერთ-ერთი ფუნდამენტალური რამეა.
როგორ შეუძლია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორად შემორჩენილ იმ კადრს, რომელმაც სერიოზული საინჟინრო კერაში, როგორც იყო ეგრეთ წოდებული GPI, სადაც იყო მშვენიერი ტექნიკური სკოლები, ეს ინტელექტი შემორჩენილია, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, რა დღეში არიან, რა დონის სტუდენტი მოდის, თქვენ ხო იცით, რომ ვერც სამშენებლო სპეციალობის საგნებს დაძლევენ ეს ადამიანები, ვერც ძლევენ, ვერც გამოთვლითი ტექნიკისა და ელექტრონიკის საგნებს დაძლევენ, ვერც ფიზიკას დაძლევენ, ვერც მათემატიკას დაძლევენ, ვერც თეორიულ მექანიკას თუ მასალათა გამძლეობას და ასე შემდეგ და იმიტომ რომ სწავლების ის ხარისხი სკოლებში რომლიდანაც გამოვიდნენ ეს ახალგაზრდები მათ აბსოლუტურად პარალიზებულს ხდის განათლების მიღებისადმი. ამიტომ გამარჯვება არ არის საზეიმო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიმართულება და ის რომ ეს ფუნდამენტალური საინჟინრო სპეციალობები მოთხოვნადი გახდეს ქვეყანაში იმისათვის რომ ახალგაზრდებს მიეცეს სტიმული ამ სპეციალობაზე სწავლისა ეს არის გლობალური სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და ასე უბრალო კვოტირებით და რაოდენობებით არ გადაწყდება. რა შეიძლება უხაროდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რა შეინარჩუნეს? შეხედონ თავიანთ რექტორს, ვინ ზის ივანე ჯავახიშვილის სავარძელში. შეხედონ უნივერსიტეტის დღევანდელ მდგომარეობას. ესე იგი, გამარჯვება კი არ არის. ეხლა არის სამუშაო რომ წყვეტა არ მოხდეს. როდესაც სწავლენ ღმერთმა დიდხან აცოცხლოს ყველა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ის უფროსი და საშუალო თაობის კადრები, რომლებიც გაიზარდნენ სულ სხვა განათლების სისტემაში და სულ სხვა დონის პროფესიული ცოდნა აქვთ მიღებული, ბევრი მათგანი მეცნიერია და ასე შემდეგ. საქართველოში საინჟინრო განათლების წყვეტა იქნება, ეს გარდაუვალი. გაიხსენებთ თბილისის უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი, გაიხსენებთ მათემატიკური სკოლები, გაიხსენებთ თუგნებავთ საუნივერსიტეტო მექანიკის სკოლები და ასე შემდეგ, რამდენი გვარის ჩამოთვლა შეიძლება დააკვირდით რა დონეზე იყოს სწავლება, რა დონის სტუდენტები იყო დღეს შეიძლება მხოლოდ ეგრეთ წოდებული კომაროვის სკოლის და ანალოგიური 3-4 სკოლიდან მოსული ახალგაზრდა თუ ძლევს იმ პროგრამებს, რაც მათემატიკას და საერთოდ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტს ტრადიციულად შეესაბამება. დააკვირდით სხვა სფეროებსაც, იმიტომ რომ განათლების ის დონე სკოლებში გამორიცხავს წესიერი ქიმიკოსების, ბიოლოგების, ფიზიკოსების გამოზრდას, არადა ქართველი ფიზიკოსები არაერთი ათეული მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო ცენტრებში მუშაობენ. როგორ? მათ ხო თავიდან ბოლომდე განათლება ჯერ ჯერ მიიღეს თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ფიზიკის ცნობილ ინსტიტუტში და ეს იმხელა დონე იყო, რომ დღეს მსოფლიოს წამყვან სად არის ეს ყველაფერი? სად გაქრა ეს ყველაფერი? ამიტომ არაფერი არ გაუმარჯვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც არაფერი გაუმარჯვია თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს, უბრალოდ პასუხისგებლობა მოითხოვს, რომ ყველაფერი ისე დაალაგდეს, ყველაფერი ისე იქნას აწყობილი სასკოლო განათლებიდან დაწყებული, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდის მერე როგორც წესი პირველ დიდ შედეგებს ამ გადაწყობისა 10 წელი ჭირდება, მაგრამ ჩვენ 33 წელი მივაფშნიტეთ ყველაფერში და 10 წელი კი უნდა გვეყოს, რომ გადაწყობა მოვახერხოთ იმ დონეზე, როცა ჩვენ სერიოზულ შედეგს დავინახავთ. აი ეს არის
რაც გასათვალისწინებელია, ის რაც გააფუჭა ხელისუფლებამ, ხასუსვამ, ხელისუფლების პოლიტიკის გარეშე ვერც ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ გნებავთ ჩაწერეთ ავტონომიურობა, ავტონომიურობა რაც ნიშნავს, სახელმწიფო ფულს იღებთ თქვენ, უნდა ასრულებდეთ იმ დაკვეთას, რასაც სახელმწიფო კვეთავს, არა? თუ სახელმწიფო მარიცის რა დაუკვეთოს და შეუძლია ჩვენი პრემიერ-მინისტრივით გამოვიდეს და გითხრას სისულელე, რომ იმ ტყლაპო განათლების ბოდიშით ეკონომიკის სამინისტრომ ბაზრის მოთხოვნები შეისწავლა, თურმე გამოკითხა ბიზნესმენები რა ჭირდებათ და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, ხო? ესე იგი ჩვენ ვართ უკვე იმ ჭაობში, საიდანაც გამოსავალი ამ ჭაობის შიგნით ფართხალით არაფერი არ გამოვა. ეს ჭაობი გარედან არის დასაშრობი და ყველაფერი გადაცაწყობი იმ თანამედროვე წარმოდგენების დონის შეხედულებებზე და იმ რეფორმებზე, რომელმაც უნდა მოიტანოს შედეგი. ამიტომ ყველაფერი გაცილებით მძიმეა, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მძიმეა სოციალური თვალსაზრისით და საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცას მოერია ან ვიღაცამ ვიღაცის წინაშე დაიხია, ჯერ დახევა უკან დახევა არ დახევაზე საუბარი არ არის სწორი, გამარჯვება არ გამარჯვებაზე საუბარი არ არის სწორი, იმიტომ რომ განათლების წინაშე, სკოლამდელი განათლების წინაშე, სასკოლო განათლების წინაშე, უმაღლესი განათლების წინაშე და მთავარი ტენდენცია, რომ პერმანენტული განათლების სისტემის შექმნა, როცა უნივერსიტეტის შემდეგ მუდმივად ცხოვრების ბოლომდე, მუდმივად სწავლის რეჟიმში ხართ, ეს შეიძლება იყოს სწავლა სამუშაო ადგილებზე და აგრეთვე სპეციალური პროგრამების სწავლა, სწავლების გადაყვანა არა ერთი პლუს მრავალი, როგორც იყო ტრადიციულ სკოლებში ან თუ გნებავთ ლექტორებში, არამედ უფრო ინდივიდუალიზებული სწავლის ფორმები, იმისათვის, რომ სტუდენტს ან მოსწავლეს შეუქმნა ინდივიდუალური სწავლის ფორმები, ინფრასტრუქტურა შეუქმნა, დღევანდელი ტექნიკის განვითარება ამის საშუალებას იძლევა, შემდა იცოდე, როგორც მოსწავლის პოტენციალი, ისე ვერანაირი ინდივიდუალურ გეგმას ვერ შეუქმნი, ისე იმ მონაცემთა ბაზის საფუძველზე, რომელიც სკოლებიდან დაიწყება, შეიძლება სკოლამდელი ასაკიდაც თითოეული ბავშვის დაფინანსება, როგორ შეიძლება განვითარება მისი ნიჭისა, ამ ყველაფერს ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს ვთავაზობდით საქართველოს მომავალ ხელისუფლებას და ეს ყველაფერი იმდენად კარგად იყო აწყობილი. ფული, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ დახარჯოს, ეს არის პირველი პრიორიტეტი ჩვენი ახალგაზრდების უმაღლეს დონეზე აყვანა, განათლების თვალსაზრისით, ინტელექტის თვალსაზრისით, იმის თვალსაზრისით, რომ ჩვენ გავზარდოთ არა დამპალი იდეოლოგიით გამოწვრთნილი, უნარევ დაუფლებული ცხოველი, არამედ შემოქმედების მქონე, განათლებული, ქართულ კულტურულ ბაზისზე დაფუძნებული, თავისუფალი ახალგაზრდა და ეს ყველაფერი მას მიცემს გაეცნოს სოფლიო კულტურას, სხვადასხვა კულტურებს, გაითავისოს ის, ემპათიის გრძნობა გამოიმუშაოს და ასე შემდეგ და ასე. უნარები აქვს ცხოველს ინსტინქტის დონეზე. 33 წელია საქართველოს განათლების სისტემა ზრდის პრიმიტიულ ცხოველებს, რომლებსაც უვითარებს იმ უნარებს, რომელიც იმ დამპალმა, ეგრეთ წოდებულმა ვითომ დასავლურმა ორიენტაციამ, მაშინ როდესაც დასავლური ორიენტაცია ეს არის უმაღლესი რანგის ინტელექტი, მეცნიერება, კლასიკურ ეპოქას გეუბნებით, თორე 30 წელია დასავლეთისგან არაფერი არ არის დარჩენილი და რამდენიც არ უნდა იხტუნონ დღეს დასავლეთად წოდებულმა სახელმწიფოებმა, ევროკავშირი აიყეთ და ასე შემდეგ, მათი პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია,
თუ სერიოზული ცვლილებები არ მოხდა. მოხდება, არ მოხდება, მათი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ევროკავშირზე, ევროპის მომავალზე არაფრით არ ვართ დამოკიდებული, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ და ვიფიქროთ საკუთარ განვითარებაზე. ამიტომ ყველაფერი ამოსაყირავებელია, ყველაფერი დასალაგებელია თავის ადგილზე და მე ვფიქრობ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება ამ ფუნქციის შესრულებას შეძლებს, რადგან ჩვენი მიზანი რომ ყველანი ინტელექტის თვალსაზრისით, თავიანთი შემოქმედებითი უნარის თვალსაზრისით, ქვეყნის მომავლის საქმეზე დავაჯინოთ, სასაუბროთ და შევიმუშაოთ ის პროფესიული, ძალიან მაღალი დონის დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მომავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში განათლების და მეცნიერების ის დონე თავისთავად გაანადგურებს საქართველოს, რადგან მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება საუბედუროდ ძალიან მცირე აღმოჩნდა. გუშინ პრემიერ-მინისტრის რაღაც წავიკითხე, რომ თურმე საქართველოში ძალიან კარგი დემოგრაფიული მდგომარეობაა, 3.900.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს თურმე, მხოლოდ 7%-ია უცხოელი და დანარჩენი თურმე სულ გამოტენილია ქართველებით. ესეც არის ტყუილი. ეს არა მარტო ტყუილია, ეს არის ბოროტი ტყუილი და რატომ? როგორც იცით, მე გავახმიანე ის ციფრები, ის რაოდენობა ქართველებისა, რომელიც აღწერის შემდეგ იყო და ეხლა 240,000-ით მეტი უჩვენეს ხელისუფლებამ აღწერის შედეგი რის ხარჯზე. მეტი კვდება, ბევრი გადის, დაბადება არ არის, საიდან უნდა გაზრდილიყო მოკლედ. ესე იგი სხვა მიმართულებით გაზარდეთ, ხო? ეთნიკური ბალანსის ცვლილების ხარჯზე. ეს ერთი. მეორე. გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა რაღაც შეკრება იყო, რომელზეც ბატონმა ჩოლოყაშვილმა გააკეთა მოხსენება და მან მეცნიერმა კაცმა, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული, მე ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მალე. დღეს მე ვერ ვნახე დაკავებული ვიყავი და ქართულთა დიდ გაერთიანებაში გვინდა გამოვაქვეყნოთ ეს ყველაფერი. იმაზე ცუდ მდგომარეობაზეა საუბარი, ვიდრე მე ვისაუბრე. მე ვისაუბრე, შეგახსენებთ, რომ ჯამში ათვლილია 1,600,000 ქართველი, მაგრამ ადგილზე 1,430,000 თქო ქვეყნის შიგნით, მაგრამ მოხსენებაში გაცილებით 200,000-ით ნაკლები ადამიანი იქნა დასახელებული. ხას უსვამ, ეს არ არის პოლიტიკური პარტია. არც მე ვარ პოლიტიკური პარტია, მე პოლიტიკური და არიქა ხელისუფლებას რაღაც ვამნო თქო, ამისთვის სიტყვა არასდროს არ მithქვამს. ჩვენ ავხწერთ იმ მდგომარეობას, რომელიც ავტომატურად გაქრობას გვიქადის ამ ქვეყნიდან, გაყიდული მიწება, დემოგრაფიული კატასტროფა და ასე შემდეგ. მეცნიერმა კაცმა მეცნიერებათა აკადემიაში გააკეთა მოხსენება, სადაც ჩამოაყალიბა ყველა ის მონაცემები, რომელიც გაცილებით უარესია, ვიდრე მე დავასახელე. აქედან დასკვნა, რანაირი გაფუჭებული ხალხიც არ უნდა დაიქირავოს ხელისუფლებამ, რამდენიც არ უნდა აყეფხონ ჩვენს წინააღმდეგ, ხო? ამით უკეთესი შედეგია. ნეტაი ჩემ გალანძღვას მოჰყვებოდეს საქართველოს აღორძინება. ნეტაი ხვალ ყველა პრობლემა, მე დამაყარეთ ქოქოლა, რაც გინდათ ისი, თუ გნებავთ ჩამქოლეთ, ხვალ უღონდ გარანტია მომცეს ვიღაცას, რომ ხვალ საქართველოს არანაირი პრობლემა არ აქვს, დემოგრაფიული, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით, არ არის მიგრანტები, ჩვენ ცხოვრობთ ისე როგორ ცხოვრობდით, ჩვენს გვერდით არიან ეთნიკურად განსხვავებული ადამიანები, ტრადიციულად ჩვენი ისტორიის გამოყოფილი ნაწილი, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და ასე შემდეგ. და ჩათვალეთ, თუ ჩაქოლვას გადაურჩები, მე ხვალიდან ვერსად ერთ ხმასაც არ ამოვიღებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, თუ ყველაფერი კარგადაა, მე ჩემი საქმე მაქვს, რატო უნდა ვიყო საჯარო
პირი ხო? არ არის. არა მარტო ცუდად არის საქმე, არამედ იმაზე ცუდად არის საქმე, ვიდრე მე ვლაპარაკობ. მაგრამ მე ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ ქართველები შევაშინო, არამედ საქართველოს უბრალოდ დავაფიქრო საღი ქართველი და ვაგრძნობინო თუ რამდენად საშიანელება. ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ქალბატონმა, სხვათა შორის ქუთაისიდან არის, დაწერა თავის კომენტარში დღეს, რომ აი ჩემს გარემოცვაში არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ აი გიორგელიძეს თავს გაუვიდაო, ჩვენო ამ ხელისუფლებას იმიტომ უჭერთ ხარს, რომ ნაცები არ მოვიდესო. ეს რა არის, იცით? ეს არის ძალზე დაბალი ინტელექტის, პოლიტიკაში უმეცარი ხალხის შეხედულებები, რომლებიც თავის სიგლახეს ამოფარებულია, რომ ისიც ვერ გაუგია ამდენი წელია, რომ ნაცმოძრაობა შენარჩუნებულია სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ, ერთადერთი მიზნით, რომ ამ ფონზე 13 წელია გაზდის მას ქართველი ხალხის მოტყუება და ისინი რჩებიან ხელისუფლებაში. ყველაფერი უნდა გაიკრიფოსო, გასაგებია, გაკრეფილების ბრალია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ სუსტები აღმოჩნდნენ და გააკრეფინეს ვიღაცას თავი. პოლიტიკაში თუ ვინმე გაკრიფავს, გარანტირებულად გაკრიფავს, იმიტომ რომ გასაკრეფი პოლიტიკაში გასაკრეფია, იმიტომ რომ ვისი გაკრეფა შეიძლება ის არარაობაა უბრალოდ პოლიტიკაში ძალიან მკაცრ რამეებს ვამბობ და ამდენად რაც მოგვივიდა ჩვენ ამ პოლიტიკური სპექტრის სისუსტის შედეგი. ამიტომ ამ ხალხს კი მე ქალბატონის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ, იმიტომ რომ ის ძალიან არა მარტო ის რომ ქუთაისელია, არამედ ის იმდენად გამართული ოჯახია და იმდენად შეძლებული ოჯახია, რომ მას არ ჭირდება რევერანსების კეთება ვინმეს მიმართ და მას ყავს გარემოცვაში ხალხი, რომლებიც მოქალაქეობრივი თვალსაზრისით განადგურებულები არიან, გამოკიდებული არიან სისულელეს ხელისუფლებაში, რომ 2012 წელს მოსულიყო ნამდვილი ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც საქართველოს განვითარებაზე ფიქრობდა, ნაცმოძრაობის ხსენება დღეს მათ ისინი ისე გაზავდებოდნენ და იმდენად დიდი იყო ხალხში ზიზღი წინა ხელისუფლების მიმართ. ეხლა ეს ზიზღი ამ ხელისუფლებაზე გამოდის. ამიტომ ამ ქალბატონის გარემოცვაში ზოგიერთებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მე თავს გავედი, მიხდით ხო ტერმინის დააკვირდით, ესე იგი დისკომფორტია, დიახ, მე თქვენ ყველას გიძახით, ვინც ასეთები ხართ, სეთურიზბროდ. ეხლა იწყება, მე მგონი დათათუთაშხიას ჩვენება 11-ის ნახევარზე იქნება, ნახეთ ეს ფილმი, თუ არ გინახავთ და განსაკუთრებით კარგად დააკვირდით არქიფოს სამფლობელოში ორი ყაჩაღი რომ არის ასული, იქ რა სცენა ვითარდება და თქვენს თავს შეხედეთ, ზუსტად ისეთები ხართ, ამიტომ მე თავს კი არ გამევიდა, მე თავს უფლებას ვაძლევ ვისაუბრო ისეთი რამ, რომელიც მე თქვენნაირ ხალხში სიმპათიას არ მაძლევს და არ უნდა მომწეს, იმიტომ რომ თქვენნაირი ხალხის სიმპათია მე არ მჭირდება. მე საერთოდ არაფერი არ მჭირდება, მე მჭირდება ჩემი ქვეყანა, მე მინდა ჩემ კულტურულ გარემოში ცხოვრება, მე მინდა ჩემი ენა, მე მინდა ჩემნაირი ხალხის გვერდით ვიცხოვრო და არსად არ მინდა წასვლა ამ ქვეყნიდან. ამიტომ ჩემგან მე თავი კი არ გამომიდა, ჯერ ერთი ბოდიში მოიხადეთ, როდესაც ჩემი გვარის გვერდით შეგიძლიათ ასეთი სიტყვა ეხმაროთ, თქვენს გაფუჭებულობას მიხედეთ. ასე რომ საშიში მდგომარეობა, ჩვენ ხვალ მივდივართ თიანეთში, იქ ძალიან მაგარი ქართველი კაცების, საშუალო ასაკის კაცების, ასაკოვანიც იქნებიან, მე ვფიქრობ ახალგაზრდებიც იქნებიან. დააკვირდით ქართველთა გაერთიანების გვერდზე ჩვენ დავდეთ გუშინ სურათი, სადაც ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მოვიდა ჩვენთან კი არა, მოვიდა საკუთარი ქვეყნის დასაცავად, ნახეთ რა კაცები არიან, ნახეთ რა ასაკის ხალხია,
ნახეთ რამ გლები არიან და ვიღაც გაფუჭებულები იმანდენი ზრდილობა არ აქვთ, რომ საკუთარ მოქალაქეებს ასაკზე არ მიუთითონ, რომ აუ თქვენ ასაკი, აბა ვინ მოვიყვანოთ, ეხლა სკოლის მოსწავლეები მოვიყვანოთ, თუ პირველ კურსელები, თუ მეოთხე კურსელები მოვიყვანოთ, აქ და ავიფაროთ ამ გაფუჭებული ჭრელა პარტიების მსგავსად და იქ პეტარდებით ისინი დავიწყოთ, თუ საჭირო იქნება, უარესი იქნება, მაგრამ კიდე გეუბნებით, პოლიტიკა არ არის ახალგაზრდების საქმე, პოლიტიკა შეუძლია მხოლოდ უფროსი თაობის ხარჯზე გავიდეს ფონდს საშუალო თაობასთან ერთად ახალგაზრდებს კი აქტიურობისთვის ყველაფერი გზად აქვს, ოღონდ ისინი უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ მათი დრო როცა მოვა გადაიბარონ ეს ყველაფერი. ჩვენთან შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან, ამ ფოტოს კი მე დავდებ, დღეს ამ მქონდა დრო ძალიან დაკავებული ვიყავი და თქვენ ნახავთ რამ გლები მოდიან, თქვენ ნახავთ ხვალ თიანეთში რა იქნებიან, რა ბიჭები იქნებიან, ჩვენი მიწვევის ორგანიზატორები, ჩვენ ყველგან ჩავალთ, ამიტომ არაფერი არ შემიძლია პირდაპირ გითხრათ. აი, დაქირავებულთა მთელმა არმიამ დღე და ღამე რო ლანძღოთ თქვენ, ქართველთა დიდი გაერთიანება. ჩვენ უფროსები არა ვართ იქ, ჩვენ ვართ იმ მოსული ხალხის გვერდით, ისინი არიან ჩვენ გვერდით და ჩვენ ერთად ვართ ამ ქვეყნის გვერდით. ჩვენ უფროსობა არ გვაინტერესებს, ჩვენ არანაირ, ჩვენ რადონის ლიდერებს გამოვზრდით, თქვენ თვითონ და გამოვაჩენთ, თქვენ თვითონ დაინახავთ და შეაფასებთ. ამიტომ სხვა რამ ეკეთდება, ჩვენი ლანძღვა ფუჭია, საკუთარ თავს იფუჭებთ, რაღაც ვითომ, ესე იგი, ვითომ საქმიანი ტონით საუბარი არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ უპირისპირდებით იმას, რაც მიმართულია ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომ იმ ქალბატონის გარემოცვა, რომელიც ამ ხელისუფლებას თურმე იმიტომ რომ საგვაცილა თურმე და ახლა მშვიდობიანად ვართ. არ იცი თქვენ რა იყო და 1000-ჯერ ავხსენი, მაგრამ ყრუს არ უნდა ამის გაგენება. ვერც იმ დამქაშებს გამოუვათ რაიმე, როგორითაც არ უნდა ლანძღოთ და რა სიტყვებითაც არ უნდა ლანძღოთ, ქართველთა დიდ გაერთიანებაში მოსული ადამიანები, მათ შორის ასაკოვანი ადამიანები. მე 4 შაბათს გადაცემაში თქვი რამდენიმე ქალბატონთან დაკავშირებით, კარგად დაიმახსოვრეთ, რაც გააკეთებენ ეს ქალბატონები, მე არ შევცხვეთ ძალიან. ასე რომ ჩვენ რომ წარმოდგენა არ გქონდეს, რას უპირისპირდებით, ამ საქმეში არ შემოვიდოდით. მაგრამ ჩვენ ვერ გავჩერდით იმის გამო, რომ ყველაფერი ტყუილშია ჩაძირული, ყველაფერი ამ იდეოლოგიურ, რომ იტყვია, ნაგავშია, ამოგანგლული და საქართველოს ხელისუფლების 13 წლიანი აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ 9 წლის წინ აი აშკარად დაწყებული ანტიქართული და ანტიქართული სახელმწიფოებრივი მოქმედება გააგრძელა წარმატებით. 9 წლის ბავშვები დღეს უკვე არიან 22 წლის ბიჭები და გოგონები, რომლებიც სახიჩართა გარემოში აღზარდა სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკამ და ისინი არიან ისეთები, მათ მიმართ არ აქვს პრეტენზია, ის ტრაგედია, რასაც უყურებთ და ის უნივერსიტეტები, რომლებიც ანაგვიანებდნენ ქართველი ახალგაზრდების გონებას, იყო შექმნილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათი ხელშეწყობით, მათი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების გზით და ეხლა ამ გაფუჭებულ საქმეს თავადვე მოუარონ თუ შეუძლიათ. თუ არ შეუძლიათ, მე გითხარით, ჩვენ ამის თაობაზე საუბრობთ უკვე, იმედი მაქვს, რომ თქვენ მალე ნახავთ იმ საუბრებს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ხალხისგან შედგება ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიაში, ან ჩვენ წავალთ სხვაგან, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომ ძალიან ფუნდამენტალური დოკუმენტები დაიდოს, ძალა იკრიბოს საღი ქართველებისა, რომლის გადასვლაც
რომლის ნების წინააღმდეგ გადასვლა არა მარტო ხელისუფლებას, არამედ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ექნება საშუალება და ეს მათთვის წამგებიანი იქნება. აი რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიჭირდა ყველაფერი იმის გაკეთება, რაც გავაკეთე ეს წლებია, იმიტომ რომ მე არ მიცხოვრია იმ ცხოვრებით, რომ ვიღაც არარაობების შემოტევა იმ ფორმით ვიგუო, არ არის ერთ ქალაქში გაზრდილი, სადაც ასეთ რამეს გუობენ, მით უმეტეს არარაობებისგან, სრული არარაობებისგან, მაგრამ საქმე ასეთია, გაფუჭებულია და ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ის, რაც იყო ურთულესი, ჯერ საქმე აიკრიბა, მაგრამ ბოლომდე არ არის მისული და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ ყოველ მიზეზს გარეშე. კიდევ ერთხელ გადაათვალიერეთ, ძალიან ბევრი მასალაა მიუნხენის კონფერენციის მომხსენებელთა მიერ წარმოთქმული, დააკვირდით რამხელა პრობლემებზეა საუბარი, მერე შეაფასეთ ეს და შეადარეთ ჩემს მიერ დანახულ პრობლემებს და თქვენ მიხვდებით, რომ ღმერთის წყალობით მე მომეცა ძალა, რომ დამენახა პრობლემები წლების წინ, ამეწერა ეს განურჩევლად იმისა, თუ როგორი რეაქცია იქნებოდა გადაგვარებული ხალხის მიერ. მაგრამ ეს ასია, ეს არის ის საქმე, სადაც შენ შედიხარ და შენ არ ედიდები არაფერს, იმიტომ რომ რა კი გაბედე და შედი ამ დაპირისპირებაში, ამ ჭაობთან, რომელსაც უდამპლესი იდეოლოგიის გავლენით ლამის გადაგვარებამდე მიიყვანა საქართველო, ახლა უკან დახევა აღარ იქნება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, საღი ქართველები მაგ მხედველობაში, გავიტანოთ ეს საქმე ბოლომდე. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ახლა და ახვალ ჩართვა იქნება პირდაპირ ითიანეთიდან, შემდეგ ჩვენ გადავწყვეტ კიდე როგორ მოგვართოთ უკვე სტუდიიდან, ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. უღრმესი მადლობა, რომ უყურებთ ამ გადაცემას და კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე არანორმალურად დიდია. ყველა სიტყვას, რომელსაც მე ვამბობ, ამას საათობით მუშაობა უდევს დღის განმავლობაში და მე არასდროს ემოციის დონეზე, ჩემი სიმპათია, ანტიპათიის დონეზე არასდროს არაფერს ვამბობ. დიდი მადლობა თქვენ, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.